Komagების რუბრიკა გრძელდება. დღეს დავესწრები იბერიას და დინამო ბათუმის დაპირისპირებას. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო და დაძაბული შეხვედრა უნდა გამოვიდეს, რადგან გუგან ერგაძე იბერიასთან ერთად შეეცდება მოიპოვოს მორიგი სამიხულა და გაიმყაროს პირველი ადგილი სატურნირო ცხრილში. გიორგი ჭიაბრიშვილი კი დინამო ბათუმთან ერთად შეეცდება გააგზავნოს 6 მატჩიანი წაუგებელი სერია და დაამარცხოს კლუბი, რომელთან ერთადაც წარსულში არაერთი ტიტული აქვს მოგებული. აქვე გეტყვით, რომ ამ შეხვედრას ვესწრები როგორც მედიის წარმომადგენელი, თუმცა გადავწყვიტე გამოვიყენო ის შანსი, რომელსაც იბერია ყოველი საშინაო შეხვედრის დროს იძლევა, ანუ შევიძინე ბილეთი და ავტომატურად ჩავერთვები გათამაშებაში, რომელიც შეხვედრის დამთავრების შემდეგ გაიმართება. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ იბერია ყველა საშინაო შეხვედრის შემდეგ ატარებს გათამაშებას გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ესწრებიან თამაშს და მათ შანსი აქვთ მოიგონ PlayStation-ი, ელექტროსკუტერი, AirPods-ი და სხვა პრიზები. ნახოთ თუ გამიმართლებს, თუმცა მანამდე რა თქმა უნდა მოვისმინოთ კომაგების აზრი. ჩემი ყოფილი გუნდის გულშემატკივრობ იბერია, ჩემი ყოფილი გუნდია, ჩემი შვილიც იბერიაში თამაშობს და აქედან გამომდინარე მიყვარს ეს გუნდი და დღეს გულშემატკივრობ იბერიას, მეორე მხარეს ჩემი ყოფილი გუნდელები და ყოფილი თვითონელი მუშაობს, მაგრამ დღეს იბერიის მხარეს ვარ. რა თქმა უნდა, როგორც გულშემატკივარი, მოხარული ვარ, რომ ხალხი ნელ-ნელა ივსება ტრიბუნაზე, საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზეც. ფეხბურთელებისთვის ეს დამატებითი мотиваცია არის და მე ვფიქრობ, სწორად თქვენნაირი ადამიანების კონტენტიც აუცილებელია, რომ გაშუქდეს ეს ელემენტარული დაინტერესება, რაც გულშემატკივრებში არის და იმედია ესე გაგრძელდება და უფრო მეტი ხალხი მოვა სტადიონზე. ბევრი რამე არის გასაუმჯობესებელი, ვერ ვიტყვით რაღაც კონკრეტული, მაგრამ გულშემატკივარი პირველ რიგში ტემპი, საჯების მხრიდანაც ნაკლები ჯარიმა და ნაკლები თამაშის გაჩერება, რაც ფეხბურთელს ალბათ როგორც ფეხბურთელი ისე განვიცდი ამ მომენტს და მეტი გაშუქება რა თქმა უნდა. დღევანდელი გათამაშება კი კარგია გულშემატკივრებისთვის, მაგრამ ნამდვილი გულშემატკივარი, რომელსაც მართლა უყვარს ფეხბურთი, გათამაშების გარეშეც უნდა მოდიოდეს და გულშემატკივრდეს თავის საყვარელ გუნდს, მაგრამ დამატებითი мотиваცია თუ იქნება მსგავსი აქციები, მივესალმები. დღეს მეც მაგ ბილეთი იმედია მოვიგებ და ორივე გუნდს წარმატებას ვუსურვებ მომავალში. აუცილებლად დღევანდელ შედეგსაც ველოდებით გამარჯვების დასრულებიდან სამი ქულა მიგოს ქალაქ ბათუმში. გაიმარჯვოს დინამო ბათუმმა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფეხბურთელობისთვის ის, რომ ყველამ აბსოლუტურად თავდადებით გამოიჩინოს თავი. ყველა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია როგორც დღევანდელი მატჩი, ისე შემდგომი მატჩები. მამი, რა სიტყვით? მე ვიტყვი, რომ ჩემი აზრით უფრო ძალიან კარგად უნდა ივარჯიშონ ყოველდღე, ძალიან უნდა დაიწვიონ, ბევრი უნდა ირბინონ, ბევრი პრესები, ბევრი აჯიმანიები და იმედია გააკეთებენ გაუმჯობესდებიან და ჩემი აზრით კიდე გუნდურადაც უნდა ითამაშონ და მოიგებენ. როგორც ალექსანდრე იზახის ბიჭებო, ფიზიკური მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ განაცვალეთ, ვიცით რომ შედეგზადეთ. გაუმარჯოს. ბათუმის დინამოს გაუმარჯოს. ბათუმის დინამოს გაუმარჯოს! საერთოდ გულშემატკივრობ თბილისის დინამოს, მაგრამ ახლა საქართველოს ჩემპიონატზე ხარ ნაკლებ, იმიტომ და საქართველოს ჩემპიონატს გულშემატკივრობ თავიდან ბოლომდე, მაგით დავდივარ სტადიონზე და აქ ეხლა ალბათ უფრო იბერიას, იმიტომ რომ წინასწრის ჩემპიონია და შესაბამისად მაინტერესებს ორივეს თამაში. ის გაუმჯობესებას ისურვებდით ზოგადად საქართველოს ჩემპიონატს. აბსოლუტურად ყველაფრის. გუშინ წინა თამაში იყო დინამო თბილისის დინამო ტორპედოს თამაშზე ვიყავი და რა ვიცი. ორი კარი იყო მხოლოდ ღია, ყველაფერი არც ყველაფერის გაუმჯობესება რა აბსოლუტურად. რა ხარისხი უნდა გაუმჯობესონ, აბსოლუტურად კარებიდან დაწყებული თამაშით დამთავრებული. დღეს თქვენ სავარაუდოდ იღებთ მონაწილეობას გათამაშებაში. აი, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი წახალისება გულშემატკივრებში? კი, წახალისება აუცილებელია მაყურებლის მოსაყვანად. რაღაცეები უნდა გააკეთოთ თქვენც, იმიტომ გუნდებმაც, იმიტომ რომ მაყურებელი მივიდეს სტადიონზე და ეს ერთ-ერთი ძალიან კაი წამოწყებაა, მომწონს ეს წამოწყება. ერთი 10 წელი არ ყოფილი ვარ სიმართლე რო გითხრათ საქართველოს ჩემპიონატზე, მაგრამ აი უფრო მომიყვანა იბერიას ესე ვთქვათ ორგანიზაციულმა კუთხემ რა. გულშემატკივრის მოწვა რაღაც გათამაშება, რაღაც პატარა წახალისებები, ეს ყველაფერი სტიმულს აძლევს გულშემატკივარს. საქართველოს ჩემპიონატზე პირველ რიგში გულშემატკივარი უნდა ვინატროთ, მაგრამ აი გულშემატკივარი რომ მოვიდეს, ალბათ საფეხბურთო ხარისხიც უნდა დახვდეს მოედნებზე რა. ისე ვერ იქნება, რომ ერთმანეთზეა დამოკიდებული. ახლა საჯებსაც აი ჩემი აზრით საჯებსაც ძალიან დიდი წვლილი უნდა ქონდეთ რა მაგ ყველაფერში, იმიტომ რომ ყველაფერში არ შეიძლება რომ აი გააჩერო თამაში. ცოტა საშუალება უნდა მისცეს საჯმა თამაშის.
ხო და სხვა ასპექტი რა ვიცი აი ხო რა გუნდებმა უნდა მოინდომონ რომ ხარისხი დადონ მოედანზე და შესაბამისად მე გულშემატკივარის გამოჩნდება რა ისე მგონია. ანუ ერთმანეთზეა გადაჯაჭვულია ორივე რა. გულშემატკივრობ კარგ ფეხბურთს და კარგ თამაშს. ჩემი აზრით კლუბებმა უნდა იფიქრონ მეტი გულშემატკივრებზე. ნუ ნიშნულოვანი არის რომ ფეხბურთზეც იფიქრონ და თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე. თუმცა რადგან ამ კუთხით ცოტა ბევრი გვაქვს სამუშაო და ამას ვერ დაველოდებით, აი ისეთი ღონისძიებები უნდა მოაწყონ, როგორც მაგალითად იბერია აკეთებს, სოციალურ ქსელებში აქტიურობს, წამახალისებელ გათამაშებებს აკეთებს. მოკლედ, თამაშის გარდა სხვა რაღაცებსაც უნდა მიხედოს ისეთი ზაინტერესებს ადამიანებს და მოიყვანს მოედანზე. დამთავრდა შეხვედრა იბერიას გამარჯვებით, ახლა წავიდეთ ნახოთ რა სიტყვიან მწვრთნელები და ფეხბურთელები. ბოლო პერიოდიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ეს გამარჯვება და რეაქცია, თუნდაც ბოლო წაგებული თამაშის შემდეგ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ და ორგანიზებულ გუნდს მოვუგეთ და საბოლოო ჯამში ჩემი აზრით დავიმსახურეთ ეს გამარჯვება და მინდა რომ ბიჭებს მადლობა გადავხადოთ და მოსული შემატკივრებს. თავარი მიზეზი დღევანდელი მარცხის ისა ის რომ ჩვენზე ძლიერი გუნდი არის დღესდღეობით იბერია. და ნუ ეს არის მთავარი მიზეზი. ბევრი რაღაცა არის, პატარა რაღაცა, რამაც შეიძლება რომ ჩვენ რეალურად ხელი შეგვიშალა თამაში, მაგრამ მთავარი მიზეზი არის რომ მოწინააღმდეგე ძლიერი იყო. დღესაც და ზოგადად ჩემპიონი გუნდია და სახში თამაში მე მგონია რომ გვაჯობა ყველა ასპექტში. მე ვფიქრობ ეს ჩვენი ყველა შედეგი რაც არ უნდა ვთქვა არის სულ გამართლებაზე და სულ რაღაცა მომენტზე, როდესაც ჩვენ უნდა გამოგვივიდეს ყველაფერი და არის სეზონის დროს ისეთი მომენტები, როდესაც ხდება ეს. ეს 5 თამაში ესეთი იყო, ჩვენ ალბათ ყველაფერი გამოგვივიდა და გაგვიმართლა კიდე ბევრ რაღაცაში. მე მგონია, რომ ეს კანონზომიერება უნდა გახდეს მომავალში და არ ვიყოთ გამართლებაზე დამოკიდებულები. დღეს მაგაზე ვართ დამოკიდებული. ჩვენ რითიც დავიწყეთ და რა პრობლემებიც ჰქონდა, რა გუნდითაც დავიწყეთ, ზუსტად ისე ვართ. ჯერ ხო არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ ამ ბიჭებს, ჩემ ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი, რომ მოახერხეს თავის თავში. ოულობენ სულ მოტივაციას, რომ აი ესეთი გრაფიკით, ესეთ სირთულეები დაძლიონ და მაინც თავის რაღაცა დონე დაიჭირონ. ჩემი გადმოსახედია ბათუმის დინამო ჩემპიონი უნდა გახდეს. მერე უნდა გავიდეს ევროტურნირებში. ეს ყველაფერი უნდა მოახერხოს სწორედ თანმიმდევრული პოლიტიკით და ამ სატრანსფერო პოლიტიკითაც და მე მგონია რომ კლუბში ახლა ის პროცესები მიდის რომ იმდენი ადამიანი მუშაობს ამ საკითხებზე რომ ჩვენ ამას მოახერხებთ დავალაგებთ და ესეთი გუნდი გვეყოლება. დამთავრდა კომაგების დღევანდელი ეპიზოდი, მართალია ბევრი გოლი ვერ ვნახეთ, თუმცა მაინც საინტერესო შეხვედრა იყო, გულშემატკივარიც რაულად იყო სტადიონზე, შეეხება გათამაშებას, მართალია დღეს არ გამიმართლა, თუმცა ამით არაფერი არ მთავრდება, რადგან მე თუნდაც ამ შეძენილი ერთი ბილეთით ავტომატურად ჩავერთე სეზონის მთავარ გათამაშებაში, სადაც შანსი მაქვს მოვიგო აუდი, ორკაციანი საგზური, 15,000, 10,000 და სხვა პრიზები. ასე რომ გირჩევთ თქვენც დაესწროთ იბერიას საშინაო შეხვედრებს. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და შევხვდებით კომაგების შემდეგ ეპიზოდში.